ბევრი ხინკალი იქნება ამ ეპიზოდში. მოემზადეთ. საუკეთესო დალევა არის აი მზადების დროს. დამბალ ხაჭოს ხინკალი კეთდება აგერ. რა მაგარია. აღარ ვერ გადავჭი. უნდა მოგასუქოთ. დაიღო? კი. ძალიან მომიტა. ვიყურეთ. თიანეთში ამოვედით. ბევრი ხინკალი იქნება ამ ეპიზოდში. მოემზადეთ. ბევრნაირი. სულ ამბობ ხოლმე, რომ ადამიანებში გვიმართლებს მეთქი და მართლა ეგრეა. 100 ხინკალი რო გადავიღეთ, ეპიზოდს ჩავლინკავ. 100 ხინკლის დამფუძნებლებთან დავმეგობრდით. ლაშას მშობლებს აქვთ ესეთი რესტორანი ჩვენთან თიანეთში. ამ ლაშას არა. პატა და ლაშა არიან ჩვენი მასპინძლები. და თათუკაც. დამბალ ხაჭოზე ვლაპარაკობთ ამ ეპიზოდში, სელფის რუბრიკაში. ყველაზე ცნობილი მართაბებოს დამბალ ხაჭო როგორ მზადდება, მაგასაც მოგიყვებით და ზოგადად რატომ არის ეს პროდუქტი გამორჩეული და დელიკატესი, მაგასაც მოგიყვებით. ვიყურეთ. ლაშა, შენ არ უნდა გამოჩენილიყავი მისალმებაში? სტენდაპ შენი იყოს. ჩვენი ბებიები რო ხვდნენ თავისი დებიც ჩვენთან ერთად იკრიბებოდნენ ხოლმე რა. კაი კეიფი მიდიოდა ხოლმე და მაგდენი ეს გასაბრწყელებელი ოჯახში არავის არ ქონდა და მიდიოდა ხოლმე ღვინის ბოთლებით. ხო. და მოჭრა ხდებოდა ხოლმე იმის მალენკოვის ჩიქებით. ას ხინკალში ხალხი ჭამდა პატას განეთებულს. ცომი, რეცეპტი და ასე შემდეგ. დღემდე რაც ხორცს უნდა გაუკეთდეს, იმას ისევ ჩვენ ვამზადებთ. კონკრეტულ პაკეტებში გრამაჟის მიხედვით ვამზადებთ მარილი წიწაკა. მარი და ღერღელი წაკა პილპილი, მეტი არაფერი არ აქვს ჩვენ ხინკალს. სახეს იმედი არ გამოუჩათ ხინკლის მოხვის საფალე რომ იკეთე. ზეშია ხოდა. თქვენ ხარ დეშმაკები არ მასდით მუშაობას. აბა ჩვენ ჩამოსვლასთან თქვენ დახედრეს და საუკეთესო დალევა არის აი მზადების დროს. კუხნია, კუხნაში სუფრასთან გადავალთ. კი. თუ დამაცდით კი. თქვენ მას პინძლობას გაუმარჯოს, ჩვენ ჩამოსვლას გაუმარჯოს და ახალი ოპერატორი მყავს, გაიცანით ანა. აუის მომერა. ხო რა დამოიღოთ. თქვენი. მოკლეს. ვეღარ ამოისურვე. რა არაღია ეს? აქ სახლი? ხო, ჩვენი ღვინოს რო წუნდათ ხოლმე, მე ჯაჯა რა. თიანეთში მაინც ხილს არას აკეთებდნენ ხოლმე ადამიანები. ჟიპიტაური. ჟიპიტაური მარტო ხილის არაფერს არ არის. ჟიპიტაური არის ხილის დაბალგრადუსიანი არა. ეგ ის არ არის რამდენიმე დღიანი სიმთვრალე რო აქვს. ხო, სადღაც 25 გრადუსია გზარავს. ალალად გეტყვი ბებია ჩემი ხონებული რისთვის აკეთებდა ხოლმე მაგას რა. ნახეში რო ეზარებოდა ხოლმე წასვლა. უბნის ცოტა მოლოთო ტიპები ვინც იყვნენ, მის წემდა ხოლმე 2-3 litrას და ზამენაზე ისინი მიდიოდნენ. ჟიპიტაურის სანაცვლოდ. ჟიპიტაურს ვიცი რომ რამდენიმე დღიანი სიმთვრალე. ეგ არის, ეგ. ოღონდ როგორი პონტეც გიხსნის მერე და შეიძლება ჩაიზე გაგიხსნას. წყალს რო დალე. შეიძლება ცივწყალზე გაგიხსნას მეორე დღეს. ო მართლა კოტეგუნიამ დალია ჩემს ვაკასვა და 3 დღე ივე და ვერ გამოვიდა. ჩვენ ვამზადებთ მარტო ძროხის ხორცით. თქვენ ხახვსაც არ უკეთებთ? კი. მხოლოდ ხახვი, წიწაკა, ძროხის ხორცი, მარილი პილპილი. მეტი არაფერი არა. არანაირი სუნელები, კონდარა, ეგეთი რაღაცები არ აქვს ჩვენ ხინკალს. მაგიტო ზოგიერთისთვის ცოტა მიუღებელი, ვინც მიჩვეული არის სუნელებიან წიწნიმებს ხინკლებს რა. კი, შენ გიყვარს ხო ბექონდარა? მე მიყვარს კარგად რო კლიავი რა, ბექონდარა კიდე ხვანაირია რა. ზოგი ვერ ამუღამებს, ვინც მაგის არომატებს არის მიჩვეული. ძაფრ არომატებს, ამას შედარებით ნეიტრალური აქვს, იმიტომ რომ ძირითადი აქცენტი არის ხორცზე გადატანილი ამ შემთხვევაში რა. აუ, ძალიან ლამაზი ხინკლები. აი დავიწყებული მაქვს, რომ კარგებიც გამომდის ხოლმე ზოგჯერ.
აბა დათვალე. რატო არ ვუტოვებ პატა კუჭავს 1 2 სათუნო 3 4 5 6 სოფლის არის უკუჭო. 15 აი ეს ერთი გამოგრჩა, აი. ხო 16. 16. ავეცდები რომ რამდენს ამბობენ ზოგი ხოლმე? 18-ს ამბობ, ზოგი 19-ს და არა. 19. ამის მოხალ ხინკალს ყველგან ვიცნობ. გემოთით და აბა ნახოთ ახლა რა გამომდიო. შევეჯიბროთ შაველი და მეგრელი. აბა ეს დათვალე, ან რამდენი გამოვიდა კუჭი. ისე კუჭი გენაოჭი. კაცია, სამი გაი. და მე რო პირველად 16-ზე ხარ დასპეცებული. ო, 1 2 3 4 5 6 7 ვითომ ესეც კარგია, ხედა. არ დაგვიწყები აბაში. თუ кайფი. ისე ხოძე ვარ. ამან მართლა ბორჯი აა შენ მოახვიე და მე იმას გავაკეთე. შენ თითი ატაკი. 16. ძალიან დიდია, მაგას რა მოხარ შავს ბიჭო გადაო. ებორი ხარ? თიანეთში ბევრი მე ჯორჯიკი ვარ, მაგრამ დედა ჩემი არის თიანელი და თიანელობს. აიმე! ზამთარ ზაფხულს დასვენის არ დადეგების პერიოდს უაქვატარებ. შეიძლება ოჯახიდან მე არ ყოფილა, გუდაური და პაპორიანი და რაღაცები. თიანეთში ვიყავ. არა, არც მიყვარს ზამთრის კურორტები, რეალურად ზაფხულში ვარ, მარტო მანდ რა მყოფი დასალევა. ნამდვილ სამზარეულოში შემოვედით. ბიჭების საჩვენებელი მოხვევა კი კაი იყო, მაგრამ ქალბატონი ნაირა აქ ფუსფუსებს. დამბალ ხაჭოს ხინკალი კეთდება აგერ. ჩვენივრად. დამბალ ხაჭოს გარდა შერეული აქვს რამე? ცოტა ერბო. აინე. ეს ჯობია, ხო? ოდიში, მარა კი. ეს თიანელი კაცი, დამბალ ხაჭოს რო არჭამ. მეგრელი. როცა უნდა მეგრე. როცა უნდა თიანი. ხო დააკვირდი შენს მაგას. კი, მივხვდი. დავაფიქსირე. აი, წამოვაცადოთ. წამ. მადლობა, ალბათონო ნაირა. ჩანგალი რო გამოიყენა ხინკალით. ბავშვმა. ხო. მაგაზე არის შაი. ხინკალს სადაც ჩანგლითა ბალღო მოგი გამზდელი. ცხელია როგორ ავჭამოავს მამზელი. გითხარი სასმელი ხდება, ხო? ჩემლაშასაც უხდება. ფხიზელის უჩუმად არის, აი, უკონტაქტოა და ზელია ჩუმად და რა გავაკეთე? აუ, ძალიან მაგარი არაყია. დააფასე ჩემი სიჩუმე სიფხიზლეში. ძალიან მაგარი არაყია სვეტში. თან ღიარული არაყია, ხო? სვეტ, აი, რავი, ესეთი არაყი ძალიან იშვიათი თემაა. მაგარ ხასიათზე მაქვს. გეგონება აქამდე ვტიროდით და არა, მაგრამ იმენა ხასიათი წამოიღო. ხო და მართლა რა. ზოგადად შეშლი აქვს. ეხლა რო აბსოლუტი რა დაგვიძლია ეს ხუთი არა. ორი ჭიქა დალინებს всё, რა მეორე დღეა უკვე. ეს დამბალ ხაჭო არის თიანელი გოგოების ბრენდი. მართას ბებოს დამბალ ხაჭო. მართა ბებო არის მათი ბებია და ცოტა ხანში წავალთ. მივიდეთ სტუმრად. ხო. სელფის რუბრიკაში დღეს ვლაპარაკობთ დამბალ ხაჭოზე. რითია გამორჩეული, რატომ არის დელიკატესი და რა უნიკალური გემო აქვს და დამზადების ტექნოლოგია. გეგამბავი იცი? ამ თავიდან ამ გატრიალები. ხო, ესე შევ კი. მოდი გინდა ვქნა, არა მაგრამ მიდის, მე დავიწყებ საყარს და შენ ბარე მე ხარ. ჩაატრიალე. არ უნდა აწევა, ზედვე დაატრიალე. ო, აწევით ჯობს. შო? აუ რა კაი. მოდი ამასაც ჩავყრი ბარე. სახელს ერთი წავით, სახელს რო არავინ არ იძახის. ცოტა უხილხულია კამერას. მიდი ლაშა შენ ხინკალი და რა იხარშება? ხინკალი და მოკლო რა იხარშება ერთად. ოპს. არ ჩემ გიჭირს ასეთების თქმა. არა, მოკლორები ჯერ არ იქნება, ხინკალი.
დაგინდა შარტო გვიწყებია მოხდა არც ერთი ერთაში ისე ხოცებთ ძველი სკოლა მუშაობ უდრუ რა მოყვეს რა მაგარია ხინკალი ამოიყარა კავკასიური სოჭის ჩაი დაგვიყენა პაატამ ხოდა საინტერესო წიწვის თუ ფიჭვის თუ როგორი ინტენსიური გემოგზალია ეს ლაშას ლამაზებია ღმერთო ნაირას მოხეულების და ჩვენი ბებოები ამ ამბავს რო გააკეთებდნენ ხოლმე აუცილებლად თითო ჭიქას ყველა ვარიანტს ვარდნენ მეორე მესამეს გააჩნია როგორ ხასიათზე იყვნენ ხოლმე რა და როგორ ჯანმრთელობა როგორ წყობა თითო ჭიქას უეჭველი ვერავდნენ და მაგას ყოველთვის ამბობდნენ ხოლმე ესე იმათ ხელთ იყვესო ანუ ვისაც უყარდა და აღარ არის თავის მეუღლეები დედ-მამა და ასე შემდეგ მოსაგონარი ვისაც იყო საქმე იმათ ხელთ იყვესო ესე ამბობდნენ ხოლმე და თამთამგებოდნენ ხოლმე კაცები საკმეულს ის მოატარებდნენ ხოლმე ხო მოაკმევდნენ ასე ვთქვათ და იმათ ხელთ იყვესო და იმათ ხელთ იყვეს რა იმათ ხელთ იყვეს აბა აუ არყის მე ხინკალი არის მაგარი ხელთ იყვეს ესე ხოდიანი ამბავი უნდა გაატაინო ეს ძალიან ხო რა თქვი აღარ დავლევა მეორეს გაცივდებოდა ეხა არა კაი და მოუსვი ჰო დავიწყე აბა აუ რაცომია ჯერ ხორცამდე ვერ ჩავედი აქვს პლაგენ ხო? ანაირად უხდება, ხო არ გადაო. აი, ჭამიდრო ჩამეძინა გამოვიდეთ. ეს რა არის? მართლაც პლაგენია ხო? აულია. ანა სინკალია ოსება მარტო მთაში. თბილისში არ უყარს. უკონტაქტო ვარ ცოტა ხანი. მე. ვაი მე რა კაი. მოშ ერთსა შევჭამ და გამოგართმევ. ანუ ზღაპრულია მართლა საოცარია. ძალიან ბევრი წონი აქ. რაც ჩულია ჩამოვარდნილი. შრიალი. ხო. აბა ლაშას გასიფის ჯერია. ეს თავარი კერძი. რა უკნა. მოიცით სამი კამერაში. შეგნებულად არ ვასახელებ. და ორნაირი соусით მზადდა. соуსი რა სასწრაფო. ორნაირი соуსი. არ უხდებოდა. соуს. ხევანდე რეალობაში соуსის ამბავია თორე. დრესინგი. სასხლეთი რა. ერთი არის ნიგზით და მეორე ნიგზის გარეშე. აბა გასინჯეთ ხო ვისაც არ გიჭამიათ? მომენტ ჭამე. ისევე რომ თავი კინოდადები ვისაც არ გიჭამიათ მუტულურა შეგიძლიათ. აბა ირთად. ავიღოთ ორი სალი. რომელი მოგეწონება მაღაზია, ხო? და არჩევს. ეგ არის ნიორი. ეს ერბოა? ეგ რა არის? ოპა. აბა პირველი რეაქცია. აუ ძალიან აი იდეაში ვითომ ხო არაფერი, მაგრამ რაღაცა გემო აქვს რა, რაც ასწორებს. მე ძალიან მიყვარს. მე ეს უფრო მესხეთში მაქვს ნაჭამი. ნაირას რა ლამაზებია ზოგი. ნიორიანი მაწვნით. და იქ არის მე თბილისში ერთი ორგანი შემხვდა ბებოს ატრია ერქვა რაღაც არ მახსოვს რომელ იმაში. მაგას მობრაზულ ხალხსაც ხო არ უკეთებ. ხო ხო. ნიორ წყალს ხინკალში ცხრიანს უკეთებენ, ხო? ხო, კი. შავში და მთის ზემო ადგილებში. ანუ ძროხის ხინკალში არ მახსენდება. არა მართალია. შებრატულში ჩვენ უკეთებდით ხოლმე ოჯახის პონჩი, ნუ უხდება რა. ნიორი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია. ძალიან მაგარი. მაგრამ კი ბევრ კერძში. After Effects-ი ცუდი. აი მოიცა ანა, მარტო მაგით არა. ესეც უნდა გავუხსნას. კი. ნიგოზი და ნიორი. ნიორი, ორივე. აურიეთ. მეორე კერძი. ცომები, რაც ქვია.
საკმაისზე მეჯერი თქვა უკვე. ხო, ძალიან გემრიელია. და უხდება соусიც, მეც არიერით. სასხლეტი. соусია სასხლეტი. 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 ხაჭაპური. რომელიც მთლად ჭყინტი და ახალი კვერცხი არ ეცდება, ხო? სხვა დავარგების პერიოდს გადის ხოლმე რა. ისე დავჭერთ. პატარა. ოთხარ გაგიყო მაინც არ. ისე გამოიყურა მოდონი მეჩი. ნახე. ესე ვისაუბროს. ნახე. ეს არის თიანური ფხლოვანა, რომელიც განსხვავდება კლასიკური ფხლოვანისგან. ადგილობრივ ფხალით კეთდება და არა ისპანეთში. არა. ცენა. გავიხსენებ ამასობაში რა ქვია ამ ხას. ნაცარქათამას ეძახიან. ნაცარქათამა კი ბატონო. ჩვენთან ეძახიან მინდვრის ხას. თიანეთში. ეზოებში მოდის თითქმის ყველგან თბილისში, რა ყველგან მოდის საერთოდ და მაგის ზედანაწილები იკრიფება რომელიც ადგილია. ხო, ნორჩი რომელიც არის და იმის გამზადება და განსხვავდება იქ ყველანაირი ხალისგან რაც კი იმის გამისინჯავს რა. ნახე. ეს იქიდან გამომდინარე მარტო გაზაფხულზე არის ძირითადად. ხო. აქ როგორ არის ხალხი კრებს ამას და ბაზარში იყიდება ხოლმე, იმიტომ რომ ის არის მოთხოვნადი არის. დიდი რაოდენობით ყიდულობთ ხოლმე. მერე იყინება, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში გაზაფხულზე, ამ შემდეგ სეზონამდე სულ იყოს ეს რა და ისპანახის და რა სხვა რაღაცების გამოყენება არ დაგჭირდეს რა. ნაცარქათამას ფხლოვანა, თიანური. მოდი დავარქვათ მინდვრის ფხალი ჩვენ ესე ვთქვით. ნე ფხლოვანა. და უცნაური გემოაქვს რა. წაიღო? კი, განსხვავებული. წაიღო? აიღო. ყველი არა აქვს, ხო? არა, ამას ყველი არ აქვს, მაგრამ ყველთან ერთად ძალიან კაია. ყველთან კაი. ეხლა გავაკეთებინებ და. არა. აღარ. ეს მიყვარს. ვა, ძალიან კაია. ფხლოვანას ჭკუა მეკეტება. მონ შეინარჩუნო მაინც თავისი სითბო. ნამბალხაჭა უნდა გასინჯო. ხო, მე ჯერ ხაჭაპურს მოხსენდი, ამას ხო არ დავდავე. ის დამღონ პილპილი რო არავის არ მოუყრია არც ერთი ხინკი თუ ეს. აი ეგ წეღან გავიფიქრე. აუ რა კაია. სხვა გემო აქვს იმ ჭეტყობა მართლად დაწკილ ყველს, ხო. აი ეს მაინტერესებს. აუ რა ხაჭაპურია. ეს იმით გააკეთე, რაც გაგვეტანა? ხო. ეს გავს ჩემთვის ახლა იმ ჭახრაკინას, ოსურს. უფრო, იმიტომ რომ იქაც ყველი ძალიან მცირე ოდენობით არის, ხო? ისპანახი და იმით რასაც აკეთებენ, იქ დომინანტი მაინც ყველია. ხო, კი. ჩვენ გვაქვს კიდე ნაჭამი ღანძილის. ეგ არ გამისინჯოს. იგივე. ღანძილი გამისინჯოს როგორც ძმლით და აი დროაზავებენ ხოლმე. ღანძილის ღვეზელივით ხაჭაპური იყო ღანძილის რა, ანუ ყველი და ღანძილი. ძალიან გემრიელია ეგეც. დამბალ ხაჭოს ხინკალი. ფაქტურად სხვანაირია პირში, როგორ დნება. აგაია. დღეს ვერ გადავჭი. უნდა მოგასუქოთ. არ წაიღება. სოფელში რა ბებიასთან ჩადიеш და რას გავხარშვილო. რაც არ უნდა უკანი ყოფილიყავი მაინც მაგას გეუბნები. კი, ნამდვილად ჩემ მაგალითად შეიძლება ვთქვა. ან ჩემი შვილის. იმერელი ბებო. ვერ იაზრებს იმას, ყველს რანაირად არ ჭამს, ანუ. პატარანაირად არ ჭამს. მეკითხება, რომ ჯუად არ ჭამს? არა, ბებო, არ ჭამს. ასე გააკეთებ ცხელი, გავა გამოვა და ყველა ჯერზე. არ დაიწყო? იმე ყველიანზე გადავედი. წერან რომ ვიოცნები ყველიანიო აგერ. ყველიანი. აბა რას მოხდა? ყოლა. მე დამბალხაჭოს ვერ ვიშვები. დამოკიდებული გახდი, ხო? უხდება კი. არომაც აძლევს ყველი ჩემი აზრით. პატას არ მოეწონება რა თქმა უნდა, მაგრამ ყველს რო არ აღიარებს. პატა ძიზნაწარმე თლიანად აცრილი ხარ? ანა? ხაღად მილანში ისე დათვრა, რომ ისა კობას რესტორანში ის ჭამა. რა ქვია? და პიცა მილანში ჭამა ისე დათვრა. და 2019-ში გავხსენი ჩემი ყველის ყველთან ურთიერთობა მილანში, ჩემს მასთან ჩავედი. ლასკალაში უნდა იმღერე რამოდენიმე დღეში და
დაბადების დღე და ჯორჯი კია, ვაიმე, ახლა მივხვდი შენი ძმა ვინ არის. ვერ მოსწე აქამდე. სადგეს გარებოდა. ია, რა ვიცოდი. მე წინაზე ვკითხე, შენ ხომ მომღერალი ხარ თხელ და არაო. შენ ზაგერია? თორე ესე შორიდან ვიცი, ოღონ ჯორჯი კია, კი არ ვიცნო. იგავსინჯე. პიცა იტოქში კაი მთლაზე გამასინჯა ჩემმა ძმამ და მე პანდემიის პერიოდში აგავსინჯე ხაჭაპურზე რა. და არ წაიღო როგასინჯე? ბიჭო, როგორი პონტია, იცი? თუ არ ვხედავ ჩემი თვალით, რომ ის გაკეთდა იდეალურად და სუფთად და რაღაცები ვერ ვჭამ რა. მესმის. და ეგ პონტი მაქვს ყველთან მიმართებაში რა. ყველის შორის ყველაზე ეგეთი პროდუქტია რა. თანთეთრია და ჩანს. ის ხარვეზები. არა, მინდა გითხრა, რომ იტალიაში სწორ ადგილას გაგისინჯოს, იმიტომ რომ აი უბრალოდ რენდომ ფერმას დავადექით მე და ანა. არ იყო ის ფერმა რენდომ. ნუ რენდომ არ იყო, მაგრამ არც შეთანხმებული ყავდა, უბრალოდ მოცარელას ფერმაში მივედით უბრალოდ და აი აი მე ღმერთო ეგეთი რამე არ მიჭამია, თუნდაც ვაფშე სხვა რაღაც ყოფილა მოცარელა და ჩვენთან რაც იყიდება, თუნდაც სხვა რაღაცა არის აბსოლუტურად და ხო სად ახალი ეგეთია ეგ ყველით. მაგრამ ტვინტი მოცარელა. ტვინტია რა, ხო მოცარელა. მაგრამ მე ნუ სულგონის კლანიდან გამომდინარე ვიცახი რომ არაფრით არ განსხვავდება გარდა რაღაცა ელემენტარული ტექნოლოგიის, თორე ზუსტად იგივენაირად ხდება სულგონის ამომანაც. თუმცა სულგონი მერჩევნია უპირობოდ და ცალსახ. აუ პატარ, რა სიამოვნებას აკლდები? მოხდება ჩვენი მწვადია. ძალიან კაია. ეს სანთელი აქვს ქვევით და თბილი რო შეინარჩუნოს. კაი. აუ თანდური ჩადა მომკოლი. არა, ხაჭო ბევრი არასდროს არ არის. და არც დამახაჭო არასდროს არ არის ბევრი. რა კაია. ცოტა აკლია. მოშუშვა? დალბობა. სიმწაფრე? დრო, ხო. დავარგალის მე ესეც მომწონს. მაშუარზე. მაყურებლებმა უნდა იცოდნენ როგორც ცივა და ჩვენ საუცხეთ ვართ. რამ ხელა მსხვერპლზე მივდივართ. მეც კი მცივა და ამიტომ ესე იგი ძალიან ცივა. ძალიან. ჩემი და ანას კონტრასტი არის ხოლმე, მე მაიკით ვარ და ეს ამკუთით. მე მაისამ და ესე მათვია. მადლობას ვიტყვი იმ დღისთვის, რაც მოგვიწევთ. იმისთვის, რომ ჩვენთვის ჩამოხვედით. აქ არ არის ჯერ სეზონი, ხო? იმისთვის, რომ აი ესე ხელგასილები დავხვდით და ძველ პროფესიაშიც კი დაბრუნდით, ხინკალიც კი თქვენით მოგუხვიეთ და გაგიმარჯოთ, მადლობა და გამომარჯოთ. გაგიმარჯოთ. ხო, ასე კარგ გადაღებებზე მოვხვედრილი ხავით მინიმუმ და ისე უფრო კარგ ამბებში კიდე. მე საჭესთან ვარ არ დავლევ. ცოტას. ანუ თან ისეთი არაყია, რომ ხასიათი კაი აქვს. მაგარია ძალიან. კოკოფაძიას არაყი. ეს არის დროის მანქანა. ხუჭი გაზდალე ხვალ არის უკვე. ეს აღარა. ეგან ორზე ამბობდა. ხუჭი გაზდალე ხვალ. არა, ორი არ ყოფილა ეგ. ჩვენი მუღამი ეგ არის რა, რომ რაღაცით ასიამოვნოს თუ მარი რომ მოდის და ეს გვაქვს რო იტყვი და მთელი გული შეიძლება ერმა კვერცხი, მაგრამ მაგარი გემრიელი გავაკეთე. გამომარჯოს თქვენი ჩამოსვლას კიდევ გამომარჯოს. არც თუ მარი მოგუშავოს და არც თბილისში ეგეთები ხართ ახლა გიხარიათ. კი. ცალკე კიდე ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნაირას და ბატონ კოპეს. ლაშას დედმამას. ვინც არიან პრინციპში, რაც შენ ქალაქად ხარ ჩასახლებული. აქაური მასპინძლები, ხო ეგრეა? მან ტაქსი ამონებთ უფრო მეტად ყოფნა. გაუმარჯოს. ძალიან კაია, მიხარია დღევანდელი დღე და მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. პირიქით. წავედით ახლა ის ხალხი გადავიღოთ დამბალხაჭავს. მართა ბებოს. საიდან მოვიდა ეს დამბალხაჭა ვნახოთ. ხო, უგემრიელეს. დიდი მწარმოებელი დამბალხაჭოსი თიანეთში და არა მარტო თიანეთში არის მართა ბებო. მართა ბებოს ბრენდი.
დავათვალიერებ საწარმოს. მართა ბებოს სახელი დაარქვეს დებმა დოჯურიშვილებმა, რომლებმაც დაიწყეს ეს წარმოება და ძალიან წარმატებულად და კარგადაც გამოსდით. მე პირადად თბილისში ვყიდულობ ხოლმე მართა ბებოს დამბალ. თბილისში ვყიდულობ და ძალიან გემრიელია თბილისშიც და აქ ალბათ კიდევ უფრო გემრიელია. როგორც უკვე ვთქვით, ასხინკალშიც ხაჭო ერბო დამბალ ხაჭ მართა ბებოს დამბალ ხაჭოსგან იყო ამზადებული. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს დამბალ ხაჭოს წარმოებას. და ადგილწარმოშობის პროდუქტია. ნარჩვივით უნიკალური პროდუქტია, მართლა საოცარი გემო აქვს და თიანეთიც სამშობლოა დამბალ ხაჭო. სადღაც ისე შინაარსობრივად ცოტა გავს არა ერთმანეთს? არა. არც გემოც არა, ნახე ის რო გაგუკეთეს უშგულში. რო დაადნეს ნარჩვიც და მერე რო პურთან ერთად ჭამდით, ის გემოთი ცოტა წააგავდა. ნამდვილი თაშმიჯაბი შეიძლება ცოტა გავდეს ხაჭო ერბოს დამბალ ხაჭოს კერძს, მაგრამ ნუ გავს იმითი რომ დავარგებული რძის პროდუქტს, მაინც ის ობის და რა დავარგების გემო აი ის ხო და სიტველის გემო, რასაც ყველი იყიდებს და ხაჭოს პროდუქტი ზოგადად, მაგან ალბათ მაგან მიამსგავს არა. თუ ვინმეს გასინჯული არ გაქვთ დამბალ ხაჭო, აი ამ წამს სასწრაფოდ გასინჯეთ და ხო ეხ თაშმიჯაბზე არ დაგვიწეროთ თაშმიჯაბი ვაფშე სხვა რაღაცა უყურეთ ჩვენი სვანეთის ეპიზოდს და ნამდვილი თაშმიჯაბი აღმოჩნდა დამდნარი ნარჩვი. თავი დაიზღვიე? ხო. მართა ბებოს დამბალ ხაჭოს პატარა საწარმოა ეს, სადაც რძე ადუღებამდე მჟავდება 2-3 დღით. მერე ამ რძისგან იდღვიბება კარაქი, იქით შოურუმია და ვნახავთ კიდეც სადღვებს, ძველებურ სადღვებს. კარაქისგან რჩება სითხე, რომელსაც ქვია დო. სხვათა შორის მე მახსოვს სოფელში ბებო მამას უნახავდა ხოლმე ნაბახუსევისთვის. ოდნავ მომჟავ გემო აქვს ამ სითხეს. შემდეგ დო თბება, დუღილამდე არ მიდის და დოსგან კეთდება ხაჭო. ეს ხაჭო შემდეგ იყიდება სპეციალურ ესე ბადე ნაჭერში, საიდანაც იწურება, კარგად იწრიტება. დაწრეტილი მასა უკვე ოდნავ შესქელებული მარილში გადაიზილება და კეთდება კვერები. მერე ეს კვერები იდება თიხის ჭურჭელში ან ქვევში, სადაც აი ეს კეთილშობილი ობი ეკიდება და საბოლოოდ ვიღებთ დამბალ ხაჭოს დელიკატეს. აი ნახე, აქეთ ჯერ ისეთია, ნედლია, ქვევით ახალდაგვინდავებული ეტყობა. სიძველისკენ წასული. ოდნავ სითბოში სანთელივით ხდება ლალი თქვა, ნახე, აი აქ ეტყობა კიდეც და იმას კიდე განსხვავებული გემოქონია. რა მოგე? ძალიან მომიტა. სასწაულია. ეს არის უბრალოდ პატარა ვარიანტია, ამას ჭირდება რითმული რევა. აჰა, რითმული. ეს უნდა რითმულად იდღვიბოს. მე ბებო გვეჩხუბებო და რატო გამითბეთ კარაქიო? იმიტომ რომ მე კარაქი თეთრი ამოდის და არა ყვითელი. ხო, არა ყვითელი, მალე იდღვიბება და ეს ესე იდღვიბება, ამას ქვია ბარნელა. აი ეს არის ვარია. ეს არის ყველაზე მარტივი დასასვენებელი შესაძლებელი ვარიანტი, ზიხარ ფეხით. აქანავე ბოლოს ამასაც რიტმულად ქანაობა ჭირდება, ჩამოკიდებულია ეს და რიტმულად უნდა გაკეთდეს. ჩვენ სარდაფში ეს ხო. უნდა დაკიდებული, კი ბატონო. იმერეთში და იქით უკვე ესეთ პატარა იმებში დღვებავდნენ, იმიტომ რომ რაოდენობა ცოტა ქონდათ, იქ ყველს აკეთებენ. ჩამოვედით თიანეთიდან. ძალიან გემრიელად. ნაკვეთი ნასიამოვნები. გვეძინება. ჩემი ცხოვრების საუკეთესო ხიკარია. ერთი თუშეთი არ მოვიწყდება, მეორე ახლა ეს არ დავიწყდა. გავჩერდე ჯინვალში. სმარჩი. გადასვლის თავი არ გვაქვს. თიანური ხინკლის მერე გაიყოფილა ძალიან იტალიური ყავა. აი, კვლევები დაიდო. რომელი კიდე? ამერიკა.